დადგა ზაფხული და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გვიახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. რამდენი ნერვიულობა გვიახლოვდება. ეს არის ნამდვილად ხშირ შემთხვევაში სანერვიულო პროცესი არის ბევრი ადამიანისთვის, რადგან ასე ვთქვათ, პირველი გამოწვევა არის პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად და გამოცდების ჩაბარება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ნერვიულობასთან არის კავშირში. რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი აბიტურიენტებს, მაგისტრანტებს, მასწავლებელთა სერტიფიკატის კანდიდატებსაც და მოდით ერთად ვისაუბროთ უფრო ცლად ჩვენ სტუმართან ერთად, როგორი არის ეს მოსამზადებელი პროცესი, რა არის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და სხვა დეტალებზე ჩვენ სტუმართან ერთად ქალბატონ ინო წერეთელთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც გახლავთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და მასთან გადავალ პირველი კითხვით. მოდით გითხარით, მოგესალმებით პირველ რიგში. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. გითხარით, როდის იწყება 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება? მოგესალმებით თქვენს და სრულიად საქართველოს. დაგვეწყო ცხელი პერიოდი და ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება 3 ივლისს და დასრულდება საგამოცდო პროცესი 23 ივლისს. ოღონდ მე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს ეხება როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ასევე სამაგისტრო გამოცდებს, იცით, საგრანტო კონკურსსაც და მასწავლებელთა გამოცდებსაც, მასწავლებლებისთვის გამოცდებს. კი დასრულდება, მაგრამ ქულებს როდის გამოაცხადებენ? ნახეთ როგორ არის. ნებისმიერ გამოსაცდელს აქვს თავისი გვერდი. სადაც რეგისტრაცია გაიარა და შემდგომ სადაც შეუძლია როგორც არჩევანის გაკეთება, ასევე ცვლილებები და ნებისმიერი შედეგის დანახვა. ჩვენთან წლების განმავლობაში ასე ხდება. თითოეული საგნის დასრულების შემდგომ იწყება გასწორებაზე მუშაობა, იმიტომ რომ იცით რომ ეს საკმაოდ დიდი პროცესია. საკმაოდ დიდი რაოდენობის გამოსაცდელი გვყავს. სულ ჯამში გამოვიდა 80,000-მდე გამოსაცდელი. მათ შორის აბიტურიენტი გახლავთ 39,163. როცა სრულდება ერთი საგნის გასწორება, ამ დასრულების შემდგომ აუცილებლად იტვირთება მათი ქულების შეფასების სქემები, რა თქმა უნდა, ტესტებსაც ხედავენ, ისე რომ მათთვის თითოეულად ინდივიდუალურად ცნობილია გარკვეული პერიოდულობით საგნის დასრულებიდან გამომდინარე და გამსწორებელთა სამუშაოს დასრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათი მონაცემები. ეს დადგენილი თარიღი არ არის, ჩვენ შევდივართ მუდმივად საიტზე და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვხვდით თუ არა პირველ რიგებში, მეორე რიგში როგორ გაასწორეს ჩვენი ნაშრომი. ასეთი პრინციპია. კი ბატონო, და ეს იმისთვისაც კეთდება, რომ გაიაზრონ, შეხედონ, რაში ეთანხმებიან გამოცდების ცენტრის შეფასებას, რაში არა და შეუძლიათ მე რა თქმა უნდა გაასაჩუქრონ. კიდევაც ამისთვის სპეციალური ვადებია გამოყოფილი, ეს უკვე ცოტა შემდგომი პერიოდია. მოდით და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ყოველთვის გვიწევთ ხოლმე ასეთ საინტერესო საკითხებზე სასაუბროთ. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ 3 ივლისს იწყება გამოცდები და მნიშვნელოვანი რა ჩვენი გამოსაცდელებისთვის არის 20 ივნისიდან ისინი შეძლებენ უკვე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რა უნდა წარადგინონ, ხო ესეც მნიშვნელოვანია, საგამოცდო ბარათი არის აუცილებელი და დოკუმენტაციის ნაწილში ხომ არ არის რამე ისეთი, რომ არ დაგვრჩეს აბიტურიენტებს გამოცდების. მადლობა კითხვისთვის. აუცილებლად საგამოცდო ბარათი პირველ რიგში ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რა ინფორმაცია ამ საგამოცდო ბარათზე დატანილი, რომელ საგანს, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ სესიაზე აბარებს. ეს ყველაფერი დეტალურად აქვს გაწერილი, თითოეულ გამოსაცდელს ეს ყველას ეხება, რა თქმა უნდა აბიტურიენტებზე მეტად ვღელავთ, იმიტომ რომ ასაკიც ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, გამოცდილება ნაკლები აქვს ამ საგამოცდო სისტემის და რა თქმა უნდა უფრო ღელავენ. და ეს ისეთი პირველი ნაბიჯი არის ზოგადი განათლების დასრულების შემდგომ. ნახეთ, აი ამას უნდა გაეცნოთ. ძალიან დაკვირვებით, რომელ საათზე სათნან გამოცხადნენ რეგისტრაციის დაწყების დროს. პირველი სესია იწყება 8 საათზე რეგისტრაცია, მეორე სესია იწყება 2 საათზე და აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ. ეს საგამოცდო ბარათი მათთვის ერთგვარი საშვია. ამის გარეშე
და რა თქმა უნდა პირადობის დოკუმენტის დამადასტურებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე და ეს აუცილებელი, იმიტომ რომ მახსოვს როცა მე ვაბარებდი ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ესე იგი იყო შემთხვევები, როცა რჩებოდათ ხოლმე ეს დოკუმენტაცია და ნუ შესაბამისად ვერ დაიშვებიან, ხო? ადრე ესე იყო და არა მაგხრივ მე ვურჩევ ყველას რომ მიუხედავად ნუ რა თქმა უნდა წამოიღონ ხდება ხოლმე აი დაკარგვის ფაქტიც და ვერასწრებენ თქვა პირად გამოცხადდნენ აუცილებლად საგამოსო ცენტრში. აუცილებლად გამოცხადდნენ და იქ ჩვენი სპეციალისტები ისეთნაირად შესთავაზებენ, რომ არ გამოეთიშონ საგამოსო პროცესს. მთავარია რომ გამოცხადდნენ აუცილებლად. ხო, ქალბატონინო, ნახეთ რა მაინტერესებს დღეს ხო ციფრულად ხდება და ინტერნეტის მეშვეობით ბუნებრივია, როდესაც მოდის პირადობის მოწმობა, რა ბევრს ვალიდურიც არა, გასდის ვადან, არა მნიშვნელობა. ჩვენ ხო შეგვიძლია, რომ ახლა მე მინდა რომ გაუმარტივო ცხოვრება ჩვენს აბიტურიენტებს, რომ პირადი ნომერი თუ იცის, პირადი ნომერი მან თვითონ და ეს ბარათი თქვათ თან რო არ კონდეს ან დაკარგოს, ან პირადი ნომრის ცოდნაში ხო არ შეიძლება რომ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ აი შევალ ბაზაში აღმომიგდებს ამ ადამიანის იდენტიფიკაციას, რომ ეს ნამდვილად ეს ადამიანია პირადი ნომრით და შეიძლება დავუშვა. რა ვიცი, მინდა რომ ასეთი რა გავამარტივო მათთვის ცხოვრება. მესმის, მაგრამ ამ მეთოდს შეერობით არა მე მესმის, მაგრამ ეს მაინც პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი საკმაოდ ბევრ შეზღუდვას სამ სწორად და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისთვის გვიწესებს ამას, ამიტომ ნახეთ შეიძლება პირადობის მოწმობა დარჩეს, ნუ ხა ცოტა 18 წლამდე ბავშვ აბიტურიენტებს ეს ვერ შეეხება, მაგრამ რატომ არ შეიძლება იდენტიფიკაციის საშუალებისთვის წამოიღონ მაგალითად მართვის მოწმობა. შეიძლება, მაგრამ წესი არის წესი, უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა. პრინციპში ეს არის მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობა და საგამოსო ბარათით ველოდებით თითოეულ გამოსაცდელს საგამოსო ცენტრებში. აი ესეთი სიახლე, თქვა საგამოცდო პროცესში ან ფორმატში თუ არის შესული რაიმე სიახლე, ისეთი განსაკუთრებულიაც გასულ წელს როგორც იყო ზუსტად ისე ტარდება თვითონ გამოცდები ტესტები ასე მომზადებული ჩვენ მაინც თავი შევიკავეთ სიახლეებისგან ცვლილებებისგან ისე რომ წელს ამ ხრივ საგამოცდო პროცესშიც და ასევე ტესტურ ნაწილშიც სიახლეები არ ელოდებათ. აი ამ სეზონზე რა გამოცდებს აბარებენ თუ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ აბიტურიენტები რომელ გამოცდებს აბარებენ? ეს ჯერჯერობით ნუ ყველაზე დიდი რაოდენობა არის ქართული ენა და ლიტერატურა, იმიტომ რომ და რა თქმა უნდა უცხო ენა, აუცილებელი საგნები ის აუცილებელი ორი საგანი. შემდგომ უკვე მიდის არჩევითი სავალდებულო საგნები, პირობითად ასევე მათემატიკა, ისტორია, სამედიცინო მიმართულების პროგრამებზე, დიახ, სამედიცინო ეს ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გაწერილია ჩვენ ცნობარში და ძალიან კონკრეტულად არის მითითებული რომელ პროგრამაზე რა საგანი იქ გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია კოეფიციენტი როგორ დაწილდება და ეს ძალიან დიდი ამბავი არის ეხლა პროცესი, იმიტომ რომ მახსოვს აუცილებელიც კი იყო და მნიშვნელოვანი სწორად უნდა შეგევსო თქვა სასურველი უნივერსიტეტების სია, იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ნუ და მე ვფიქრობ, რომ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არის უნივერსიტეტები, სადაც თქვათ გამსვლელი ქულა შესაძლოა ნუ სხვაზე მეტი დააგროვოს კონკრეტულმა აბიტურიენტმა, თუმცა არასწორად ჰქონდეს სია შევსებული და ვერ მოხდეს მის სასურველ უნივერსიტეტში და ეს ძალიან გასათვალისწინებელია. რა მეხრიკები თუ არსებობს კი ბატონო, თქვენ იცით რომ ცენტრი და რა თქმა უნდა არ წელს იყო გამონაკლისი ღია კარის დღეებს ატარებს როგორც პირისპირ ასევე ონლაინ რეჟიმში. საკმაოდ ბევრ ქალაქში ვიყავით, ბევრ აბიტურიენტს შევხვდით და ზუსტად აი ამ კითხვებზე აღარ ვლაპარაკობ ონლაინ გაცილებით უფრო ფართოა და დიდი ჩართულობა არის ამ ყველაფერში. აი ზუსტად ასეთ პატარ-პატარა ნიუანსებს ვუხსნით იმისათვის, რომ ჩვენც დაინტერესებული ვართ, ჩვენ მათ მხარეზე ვართ. და ხელი შეუწყოთ არა მარტო კომფორტული გარემო, არამედ ეს რა თქმა უნდა პირველი არის თითო
საკამათო სივრცეში, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის გააკეთოს სწორი არჩევანი. ამიტომ ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, რომელი უმაღლესი სასწავლებელიც, რომელი საკამათო პროგრამაც უნდათ პირველი დაწერონ ის და რეიტინგი დაალაგონ ამის მიხედვით. პირველი ის რაც უნდა მე მაგალითად იქ თუ ვერა შემდგომი რა ეკნებოდა სურვილი. რა თქმა უნდა, ოღონდ ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ აი ის მესამე სავალდებულო არჩევითი საგანი ბარდებოდეს იმ საკანონმდებლო პროგრამაზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისი სურვილის ზოგს გონია, იცით რომ მოდი იქ შეიძლება დიდი კონკურსია და მეორეს დავწერ იმ პროგრამას. თუ პირველსავე პროგრამაზე ჩაირიცხა, გამოდის რომ მეორე რეიტინგი მეორე მისთვის სასურველ საკანონმდებლო პროგრამაზე ის უკვე აღარც კი განიხილება. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა. რეიტინგულად სია დაალაგონ ერთადერთი ნიშნის მიხედვით თავისი სურვილი. Kalden, აი თქვენ ბძანეთ, რომ 39,000 აბიტურიენტია წელს. ეს ალბათ იგულისხმება არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის, არამედ პროფესიული სასწავლებლის, თუ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის აბიტურიენტი, რომელიც აპირებს რომ ჩააბაროს 39,000 აბიტურიენტში. ამას გულისხმობ. რა მინდა დავაზუსტო? ეს უფრო მეტია გასულ წლებთან შედარებით თუ უფრო ნაკლები, იმიტომ რომ მინდა გარკვეულად გავერკვეთ. კვლავ არის ასეთი დიდი სურვილი, გაცხოველებული სურვილი ქართველი აბიტურიენტების, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება, აუცილებლად და კონდეთ ეს დიპლომი უმაღლესი განათლების. აი როგორია სტატისტიკურად, როგორ არის? სტატისტიკას რომ გადავხედოთ, არ არის დიდი ცვლილება. უბრალოდ შეიძლება ეს თქვენ ხომ იცით რომ ეს დემოგრაფიულ მონაცემებზედაც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი, მოდი ასე ვიტყვით, მაინც არიან ან ზოგადი განათლებას ვინ ამთავრებს, თუმცა ჩვენ გვაქვს იცით სიახლე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული, რომ ეგრეთ წოდებული ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები გვაქვს, სადაც ზოგად განათლებასაც იღებენ პარალელურად პროფესიული განათლების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც არიან ზოგადი განათლების კურსდამთავრებული წლევანდელი, ამიტომ დემოგრაფია ამაზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ანუ შობადობის მიხედვით და მეორე არის კიდევ რომ დაახლოებით უკვე ვიცით ხოლმე რა ნაკადი შეიძლება იყოს ზუსტად იმ სტატისტიკიდან გამომდინარე რაც წლიდან წლამდე არის. აი ამის გათვალისწინებით ხდება საგამოცდო პროცესისთვის მომზადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელიც რატომღაც ისეთი შტაბ-ბიჭდილება რჩება საზოგადოებას, რომ იწყებას აი როცა რეგისტრაციას ვიწყებთ მაგალითად მარტის თვეში. სინამდვილეში რეალობა არის ასეთი, რომ როგორც კი ვამთავრებთ მაშინვე იწყება მოსამზადებელი პროცესი. აგვისტოს თვეში, სექტემბერში ოდნავ ამოვისუნთქავთ ოღონდ იმისათვის, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი და ოქტომბრის თვიდან იწყება მომავალი წლის საგამოცდო პროცესისთვის მზადება ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ვგისურვოთ წარმატება თქვენს ამ რთულ პერიოდში და ბუნებრივია პირველ ყოვლისა წარმატება ჩვენს აბიტურიენტებს, ასევე სასერტიფიკატო გამოცდების ჩამბარებლებს, მაგისტრანტებს, მასწავლებლებს, ყველას, ვისაც წელს აქვს ეგრეთ წოდებული გამოცდა. ყველა გამოცდას თქვენის ნებართვით წარმატებას უსურვებთ და პირობას ვაძლევთ, რომ ჩვენ აუცილებლად ისეთ კომფორტულ გარემოს დავახვედრებთ, სადაც ძალიან შეძლებენ ბოლომდე თავისი ცოდნის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა.